გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს ვართ სულ სხვა სტუდიაში და სულ სხვა ქვეყანაში. ეს პოდკასტი იწერება აბსოლუტურად ექსპრომტად, იმიტომ რომ ჩემი სტუმარი არაჩვეულებრივი ადამიანი. გამიხარდება თუ შევძლებ თქვა, რომ ჩემი ახალი მეგობარი ალექსი გოგოლაძე. და ჩვენ ვისაუბროთ ალბათ ბევრ რამეზე. დაწერილი კითხვები რაღაცები კი მაქვს, მაგრამ დიდი ალბათობით ამ კითხვებს არ წავუყვებით და რაღაცნაირად ისე შევძლებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას. დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია რაც უკვე ინდოეთში ვარ და ერთად ვატარებთ დროს. მე პატარა ვიდეოც ჩავწერე და იმ სიტყვას გავიმეორებ, რომ იშვიათად ყოფილვარ ესეთი ბედნიერი და ესეთი მშვიდი თქო, რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში მე შევიგრძენი. და ალბათ საუბრის დაწყება ზუსტად მაგ წერტილიდან მინდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო შერწყმა ხდება აქ, რასაც ვუყურებ და ვაკვირდები ამ ქაოსის, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ასევე ამ სიმშვიდის, რაც ადამიანებში ტრიალებს და თითქოს ეს სიმშვიდე ჩვენც რაღაცნაირად გვაჩუქეს. და პირადად მე მაჩუქეს, მე შემიძლია ვთქვა სხვაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებ, მაგრამ აი რაღაცნაირად გადმომედო და ისევ წყნარად ვარ, მშვიდად ვარ. ბევრი რაღაც მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში და მე გუშინაც გაგიზიარეთ, რომ არ ვიცი 10, არ ვიცი 5, მაგრამ რამოდენიმე წლის ცხოვრება რო ვიცხოვრე ამ ერთ კვირაში, ეს ზუსტად ვიცი. მაინტერესებს აი ესეთი რაღაც, რომ შენი აზრით რა არის ქაოსი? ქაოსია აზრები. აზრები არის ქაოსი. თავში მოსული აზრები ქმნიან ქაოსს. მე სიმშვიდეში ლაგდება. როცა აზრებზე ყურადღებას აძლევ, მე უკვე ფიქრებში გადადის და ფიქრებით უკვე ლაგდება ეს ქაოსი, უკვე ქაოსი არა. და აი ხანდახან მეც მაქვს ხომ ეგეთი შეგრძნება რა, რომ თქვათ მედიტაციაში როცა ვარ, მილაგდება ეს ქაოსი, რაც ჩემს ტვინში ტრიალებს, მაგრამ ხანდახან ეს ძალიან მირთულდება, როცა ვარ სოციუმში, ხალხში, როცა მოდის ბევრი სტრესი, როცა სხვადასხვა მოვლენები მაგდებს ამას და ძალიან მიჭირს მაგ სიმშვიდის ხოლმე შენარჩუნება. ამ ყველაფრის ბრალი არის შეფასება. განჯა, როცა განიჯის ადამიანი გარემოს, უკვე თავისებურად რომ უნდა მოირგოს და ისე არ ერგება როგორც უნდა, ეს უკვე ქმნის ქაოსს და როცა ყველაფერს განჯის გარეშე, შეფასებების გარეშე ტოვებ, არის ჰარმონია. თავისთავად სამყარო არ არის ქაოსური, არის ჰარმონიული. უბრალოდ აი ზუსტად შეფასების დროს იქმნება ქაოსი. ქაოსი მხოლოდ თავშია. რეალობაში ქაოსი არ არსებობს. ხო. და აი აქაც ხო როგორი გრძნობა, ყველაზე ჩემთვის ესეთი იყო მოძრაობა მანქანების. თითქოს როგორი ქაოსური იყო ეს, რომ ვიმოძრავოთ, გადავაწყვეტით, მაგრამ ამავდროულად რაღაცა პრობლემა არ ყოფილა თითქოს რა გზაზე. და მაგის შედარებას რომ ვაკეთებ საქართველოსთან და თბილისთან, იქ თითქოს რაღაცა ბევრი შუქნიშანი, ხაზები, მანქანები მიყვებიან ერთმანეთს, მაგრამ სრული ქაოსია. მეტი ავარია ჩვენთან ვიდრე აქ. აქ უფრო ქაოსურად დადიან ეგრე ჩვენეთ მხრიდან. ჩვენთან მოწესრიგება, მაგრამ ჩვენთან უფრო მეტი ავარია ვიდრე აქ. და აქ ზუსტად მინდობა. აქ ერთმანეთს ნდობიან. აი სიმშვიდეში საუბრობენ. თუ დააკვირდი, აი საუბარი აქ რაღაც აი სასწაული. აი და იმ სიგნალებით, აი სხვადასხვა სიგნალი, ენა იციან. ხო. და ეგრე იმიტომ გადაადგილდებიან და არაფერი კონფლიქტი არ აქვს. მე არ მინახია ავარიას აი. მეც არ მინახავს და ეს რო ასიგნალებენ თითქოს იციან რა როგორ საით უნდა გაიწიოს რაღაც, აი გრძნობენ, ერთმანეთს გრძნობენ და იმიტომ არის სიმშვიდე ისეთი რამეა, რომ სიმშვიდე აკონტროლებს ყველაფერს და ვისაც ეს სიმშვიდე აქვს შეგრძნებული და დაჭერილი, ჰარმონიაში იმყოფება. ხო და მე რომ მოგიყავი, რომ შემომთხა ერთი ადამიანი რომ მოვიდა ჩვენთან და
ის მეუბნებოდა, რომ როგორ შევინარჩუნოთ ხო ეს სიმშვიდეთ ხო ბაბა როცა მოვიდა ჩემთან და იმიტომ რომ სოციუმში როცა გავდივარ მეთქი იქ მავიწყდებათ ხო ხანდახან ეს სიმშვიდე და მაგდებს ამ ფაქტორიდან ხო და ესეთი რაღაც მითხრა რომ შენო არ უნდა გაიგივო შენი თავი ამ სხეულთან რაც გაქვს მოცემულიო და როცა გადიხარო სოციუმშიო იკეთებო სხვადასხვა ნიღბებსო და აი მაინტერესებს მაგასთან დაკავშირებით შენი აზრი რა ვთქვათ ეთანხმები შენც ეგრე ხარ ხოლმე ვეთანხმები იმიტომ გაიგივებები ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევს ეს გაიგივება თუ ვიღაც გონია კონკრეტული პიროვნება აი უკვე იმასთან იგივდები გამოდიხარ იმ გარემოში გარემოსთან ვერ ლაგდება ანუ ის ნიღაბი რომელსაც იკეთებ და გამოდიხარ გარემო ანუ არ ერწყმის აქედან გამომდინარე დისკომფორტი იქნება და ქაოსი იქნება როცა გამოდიხარ და უნიღბოდ და ყველაფერს ღებულობ ისეც როგორც არის მაშინ ყველაფერი ჰარმონიაშია. ანუ რეალურად აი მაგალითად შენ როცა საზოგადოებაში ხარ, ანუ სხვადასხვა სოციუმებში ყველასთან ერთნაირად ხარ? ერთი რა თქმა უნდა, ყველა თავისებურად და ეგ აქ არ გჭირდება. განსჯა არ არის, არა, ყველა ყვება თავის თავზე და ყველას ღებულობ ისეც როგორიც არის. აქ არ არის მე რომ ის მოსწონს, ის არ მოსწონს, ის უფრო ჭკვიანია, ის უფრო არა, ეს აქ რო არ არის, არის მშვიდობა და არის ერთი ტიპია. კი, ერთია და მიმღებლობა ისეთი როგორიც არის. შეფასება არ არის, განსჯა არ არის გარემოს. როცა გარემო არ განიჯება, ყველაფერი კარგად არის. და როგორ უნდა მიიღო ყველა? აი როგორ იღებ ყველას? რა გაძლევს? აი ყველა განსჯის გარეშე. რა გაძლევს მაგას, რომ ყველას იღებ? განცდა, აქ განიცდი. განცდა და ყველაფერს აღიქვამ როგორც შენად. განსჯის გარეშე. თუ ყოველთვის ეს მომენტია. ანუ არ ყვები, მოვლენებს არ ყვები თან, მოვლენები ვლინდება და მიდიან. ყოველთვის მოვლენები ვლინდება და მიდიან. და აი ამ მოვლენებთან არ იგივდები. და ატარებ და თვითონ ამ მომენტში რო ვლინდება, ცოდნა თავისთავად მოვლენაში არის. თვითონ ყვება მოვლენა თავის თავზე. და რო არ იგივდები და ატარებ. ანუ ხარ ყოველთვის ამ მომენტში და ამ მომენტში განიცდება ის, რაც ამ მომენტში ვლინდება. ანუ არ იტოვებ, რომ მე გადაამუშავ, ანუ მე ხდება დამატებებში, მაგრამ ის არ იყო სწორე, ის არ იყო ლამაზი და ასე შემდეგ და ეგ უკვე ქმნის არარეალურ სურათს და იმიტომ იმიტომ რაცა თქვა. აი ყველაფერს ღებულობ ისე როგორც არის და ხო ყველაფერი წამიერია, მოვიდა წამიერი. და რითქი ფეხზე დაგედგინო წამიერია, ხო? ყურადღება რო არ მიაქცე, არც გაბრაზდები არაფერი, თორე თუ ფეხზე დაგედგინდა და აი შენ ვის დაადგებ, ხო, აი უკვე ჩარჩი იმაში და ამას წელამ დროში, მე რა თქმა უნდა გეშლება ნერვები, ფსიქიკა და ასე შემდეგ. ანუ წამიერად მიღება ხდება და გაშვება და ამ წამში კიდე სხვადასხვა ემოციებია, სხვადასხვა გემოებია და რომელიც თუ არ ეჯაჭვები, შვენიერი. ცუდი არ არის. მე აი რაღაცას რო იღებ, თქვათ რაღაც მოვლენა მოხდა. თქვათ მივიღე შეფასების გარეშე, მაგრამ ამ მოვლენის გადამუშავება შენში რომ გაიაზრო რეალურად რა იყო ესეც არა ადგილზე ეგრევე ჩანო ზუსტად ის მოვლენა რაც ვლინდება და რაც არის ეგ არის ის რაც არის თორე ამას უკვე თუ იწყებ შეფასებას დროში თუ წელამ ანუ იწყებ მაგაზე ფიქსი ის უკვე ფუჭდება უკვე ის აღარ იქნება რა თქმა უნდა თორე რაღაც გიფეთქა ხო და აქ უკვე ამატებ იმას აი ეს არ მომწ იმას აცლი ანუ უკვე ირგებ და როცა ირგებ უკვე მაგ უკვე პრობლემაა. საშენოდ კიდე. ო, საშენოდ კიდე ამ მეს ხომ ცუდი არ უნდა, კარგი უნდა, არა და აქ ცუდი, კარგი, ყველაფერს ერთდროულად ღებულობ და როცა არ არის პოლარობა გაყოფილი, ცუდი და კარგი, ღებულობ იმას რაც არის, ანუ ორიგინალს და ეს რომ განიცდი,
ამ წამიერად მშვენიერია და ატარებ და ესე ყოველ წამს ხო ახალი, ანუ სულ აქ ხარ ამ მომენტში და სულ ახალში. ხო. შენ აზრით ცუდი და კარგი არ არის ცუდი და კარგი არ არსებობს სამყაროში. ყველაფერი ანუ ჩემთვის რაც კარგია, შეიძლება რაღაცისთვის კარგი არ იყოს, ხო? და რაღაცისთვის კარგი ხო, აი ეგ უკვე შეფასება ხედავ და როცა ეგ შეფასება არ არის ის რაც არის. ანუ არც კარგია და არც ცუდია და თვითონ მდგომარეობა შენი აქ რომ ხარ, სულ არის ღვთაებრივი მდგომარეობა და ანუ ყველაფერს ღებულობ როგორც ღვთაებრივ იმით, ანუ უკვე მოცემულობა და აი აქ უკვე ამ ღვთაებრივ მდგომარეობაში როცა შეფასება კეთდება ცუდია და კარგი, აქ უკვე ღვთაებრივი მდგომარეობა იკარგება და აქ უკვე გადადის უკვე აი იმენა კონკრეტულ და ეს კარგი ცუდი რა არის ხო პატერნებია ეს ვასწავლეს ის ცუდი ეს კარგი ანუ ხო გითხრეს რომ ეს რაღაცა ესე უნდა იყო ისე უნდა იყო და მე ჩვენც მაგას მიყვარს კი ბატონო და ვარ ჭაობში მაგას და ერთი და იგივე დღეჭამ თან ფიქრი კი რომელიც ხო უგემორიკევი და საფურთხებელია კი და ახალი ამიღო და ახალი კი ყოველთვის გემრიელი კი სიტყვა გავუგადა აი მაგას უნდა მივეჩიოთ და ცხოვრება მართლა მშვენიერი აქ კონფლიქტებიც აქ შესაძლებლობა არ ეძლევა აზრებს რომ რაღაც ფიქრი შეადგინონ რაღაც ცაზე არ უარყოფითად რაღაცა დაგეგმოს ხო ხო მე გეგმე ფიქრები გეგმები და აქ რომ ყოველთვის უშვებ აქ ხარ ყოველთვის ამ მომენტში ანუ წარმოდგენები აღარ გაქვს ხო ეს ემოციები აღარ იქნება ემოციები ყოველთვის ხელოვნურად იქნება აზრი რომ მოვა თუ აზრი გააჩერე და იმ უარყოფითი აზრი გააჩერე იმ უარყოფითი აზრებს იზიდავს და მე გადადის ფიქრში და ეს ფიქრი მე წარმოდგენა წარმოსახვა ანუ უარყოფითი წარმოსახვა ეს უკვე ემოცია ეს უკვე დარდაცგედება ის უკვე ნერვიულობას იწყებს და არა რის გამო არაფერი წარმოსახვა და წარმოსახვა ხო არ რეალური აი რეალური არის ყოველთვის ეს მომენტი ხო და იგივე რაღაც შეგვიძლია კარგზეც რა ვთქვათ ეხლა ხო თქვით რომ ცუდზე ფიქრი გროდო გადამეტეული წარმოდგენაც ხო არის რომ აი მე რაღაცას ვიზავ ან სადღაც წავალ და იქ მაგარი იქნება და მე არ გამოდის და მე გული წყდება და ისე ანუ არ ანუ წინასწარ დაგეგმაც ძალიან ცუდია კი როგორც კარგი ისე ცუდი ორივე მხარეს სტრესავს ადამიანს მეტი კარგი სტრესია იგივე რომელიც მე შეგაწუხებს და ცუდიც იგივე ანუ აქედან გამომდინარე როცა იყენი ფილტრი რაღაცნაირად დგება კარგი და ცუდი რომ აღარ არის პოლარობა მე რა ვიღებულო ყველაფერს ისეც როგორიც არის თან ხო ყველაფერი სულ მიდის სულ იცვლება და ამ ცვლილებების მოწმე ხარ უბრალოდ რა ისე მშვენიერია შენ აი როდის მიხვდი რომ შენს თავს შენს ხელთან არ აიგივებდი რომ დავკარგე სხეული დავკარგე და მე დავრჩი და ვინმე დავრჩი ის უხილავია მაგრამ არის და ეს შეგრძნება სულ არის ანუ რო ვთქვათ აი უსაზღვრო სივრცე ხარ რომელიც უცვლელია ეხლა აქ სივრცე აი ცა იგივეა მზე იგივეა რაც საქართველოში ის სიმშვიდე აი მე დავარქვი მასპინძელი რომელიც არსად მიდის არსაიდან მოდის და სულ არის და ეგ არის სიჩუმე და სიმშვიდე საქართველოში იგივეა ინდოეთშიც იგივეა просто ინდოეთი საქართველოს დეკორაცია რომელიც ამ სიმშვიდეში და სიჩუმეში ჩაენაცვლა კი ეგ არის ანუ იქ ხარ შეხარ აქ ეს ხარ შენ სულ უსაზღვრო სივრცე ხარ და შენში გადაადგილდები როგორც ეს სხეული საქართველოსთან გადმოვიდა აქ მე იქიდან აქ არ მოსულ ვარ აქ ისედაც ვიყავი და იქიდან არ წამოსულ ვარ ეხლა მაიც იქ იმიტომ ეს აი ეს მოსმინძელი ზუსტად ამაზე ვლაპარაკობ აი აქ ეს ხო იგივეა სახშიცა გარეთაც ყველგან იგივეა და ეს ხარ და ეს ცოცხალია ეს განიცდის ყოფიერებას ხო განიცდის ყოფიერებას ეს ხო განიცდის ყოფიერებას აი აქაც ყოფიერება განიცდება ხო და ზუსტად ეს ყოფიერება აქ რო განიცდება ეს ვერ გამოხატავს იმიტომ აქ სხეული არ არის და ზუსტად ეს რა კი ამ სხეულშია უკვე ამ სხეულში შესაძლებლობა აქვს რომ ზუსტად ეს გამოხატოს აქედან
ეს ხეული მოვიდა წავა, მაგრამ მე შენ როგორც ეს ყოფიერება სულ ხარ, ყოველთვის ხარ, არც მოსულ ხარ და არცად არ წახვალ. ხო. აი ზუსტად ეს ერთდროულად არის, ეგ არ არის სხვაობა. ამ ყოფიერებაში როგორც ეს ხეული, ის ეს ხეული, ანუ ეს არ განსხვავდება ერთი მეორესგან. და როცა ამ ყოფიერებას განიცდი და იცი რომ უსაზღრო სივრცე ხარ და რაც შენშია, ყველაფერი შენ განიცდი. საქართველოს ხო განიცდი იქ რომ ეხლა ინდოეთს ხო განიცდი. ანუ შენგან ცალკე არ არის. რომ შენგან ცალკე იყოს, სხვა იყოს, შენ მას ვერ განიცდი. ანუ რა კი განიცდი შენია. შენშია. სხვათა შორის მე მოგზაურობა მიყვარს ძალიან და ბევრ ადგილას რო ვერ ნამყოფი, სულ მაქვს ეგ განცდა, რომ ანუ არასდროს არ მაქვს განცდა, რომ სახლიდან შორს ვარ. სულ ანუ აი რაღაც მინატრება სახლი ეგეთი შეგრძნებები არ მაქვს ხოლმე რა. თავიდან მეგონა რომ რაღაც ცუდი გოგო ვიყავი რომ ჩემი ქვეყანა არ მენატრებოდა თუ სახლი არ მენატრებოდა თუ რაღაც და მე ნამდვილად რომ გავიზარდე და მივხვდი რომ უბრალოდ არ აღვიქვავ კონკრეტული ადგილის წარმომადგენლად თავს ხო ყველგან სადაც მივდივარ თითქოს კარგად ვარ არ მაქვს ეგეთი პრობლემა ყველგან სახში ხარ ხო იმიტომ აი სივრცე ზუსტად რაზეც ვლაპარაკობ ხო ყველგან არის და შენ რომ მაგას განიცდი ანუ ხარ ყოველთვის სახში უბრალოდ სხეული გადაადგილდება ქვეყანაზე და ეს ხომ შენიერია ზუსტად ამ სხეულიდან აცნობიერებ იმას რაც გარემოშია ეს ინსტრუმენტია შენი ინსტრუმენტია როგორც უსაზღრო სივრცესი ცნობიერის ინსტრუმენტია რომელიც არის ზუსტად შენთან ეს ყველაფერი სულ შენი შექმნილია და შენ ქმნილებას ამ ინსტრუმენტით აგემოვნებდა იქ მარცხის გემო ატმის გემო მასალა კაი ჩაია გეპატიჟებით ჩამოხარ დაგალეინი წამოგიღებთ ხო აი შენი ეს ინსტრუმენტი ეს რომ არ ხარ და ინსტრუმენტია თან ძალიან მაგარი რომ გრძნობიარე ინსტრუმენტია ფიქრი შეუძლია ხედვა შეუძლია სმენა შეუძლია კი რომ გამოხატო ხო კი და ის რაც არის ხო უსაზრო სიყვარულია უპირობო სიყვარული ბედნიერება ზუსტად როცა ყოველთვის ამას განიცდი შენ არს განიცდი და ეს სხეული მასშია ხო შესაძლებელობა ყოველთვის ამ სხეულიდან რაღაც ეს გამოიტანო ეს სილამაზე გამოიტანო სიყვარული გამოიტანო ბედნიერება გამოიტანო შემქმნელი იყო შემქმნელია ხო ეს უზუსო სიცე ცნობილი არის შემქმნელი ყოველთვის ამ ყველაფრის ხო მე მგონი მოგიყევი კიდეც ერთხელ მქონდა აი განცდა რომ რაღაც ძალიან დიდი ნაწილის წარმომადგენელი ვიყავი ერთ-ერთი ისლანდიაში ვიყავი მყინვართან ახლოს თქო მოვყვები მაინც კიდევ ერთხელ ისლანდიაში დიდი აქ და ეს გადმოსული მყინვარი არის ნაპირებზე და ძალიან ახლოს ვიყავი მყინვართან და თან ეს მყინვარი ხო იდგა მაგრამ თან მოძრაობდა ქვემოთ წყალიც იყო და ესე ვიდექი და ფოტოც მაქვს ერთი ჭიანჭვა ან ძალიან წერტილი ვარ იმასთან შედარებით და ესე ვდგავარ და ვუყურებ და ხვდები რომ ცრემლები მომდის პირი და განცდა მქონდა რომ არავინ არ ვარ აი საერთოდ არავინ არ ვარ მაგრამ თან ყველაფერი ანუ აი ამის ნაწილი ვარ და რა მაგარია არავინ ხარ და ყველაფერი ამის ნაწილი ვარ თქო და ეგ და მადლობა თქო რომ მაგის ნაწილი ვარ თქო იმიტომ რომ ეგეთი სისავსის შეგრძნება და ეგეთი ის რომ აი რაღაც დაცულობაც მქონდა სისავსეც მქონდა ბედნიერი აი ყველაფერი არ ვიცი ერთი სიტყვა თუ არსებობს იმ განცდის გასააზრებლად რაც მე მომივიდა მაგრამ ეგ მქონდა მაგ მომენტში ხრება გაიგივება ამ სხეულთან და იმიტომ არის რომ არაფერი ვარ ანუ რომ გეგონა რომ სხეული ხარ და მაგ განცდაში ხედავ რომ სხეული არ ხარ ანუ არაფერი ხარ ანუ ის არ ხარ რაც თავი გეგონა და ამდროულად ყველაფერი ხარ და ეგრეც არის იმიტომ მართლა ყველაფერი ხარ და ამ ყველაფერში რაც არის ყველაფერი შენშია იმიტომ არც არაფერი ხარ და თან ერთდროულად ყველაფერი ხარ და ეგ არის ზუსტად ის კონტრასტი რომელიც ყოფნა და არ ყოფნა ერთდროულად როცა განიცდება ეგ არის მგონი ზუსტად ის რაც სრულყოფილება ხო საოცარი შეგრძნება და მე მაგ ხომ რომ აი ეხა რაც მოყევი შეფასებასთან დაკავშირებით რა
ერთხელ მქონდა ეგეთ მოგიყავი, მაგრამ კიდევ მოვყავი, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ ბევრი, რომ მედიტაციის დროს თქო, აი როცა დავკარგე სხეული და არაფერი არ ვიყავი, მაგრამ ვიცოდი რომ მე ვიყავი, ხო, არის ცოდნა ყოფიერებისა, კი. ვიყავი რაღაც ობიექტი, ხო, მაგრამ არ ვიყავი საერთოდ არ ვიყავი და მაგ მომენტში ჩამერთო მენტალი და მითხრა რომ ეს მაგარი მდგომარეობაა და აი ეს წამიერად ხო ყველაფერს აფუჭებს. გამაგდო ყველაფერი. მე ეგ არის პარაზიტი. რის მოშორებაც ყველა ადამიანმა უნდა მოაშოროს. იმიტომ მე ყველაფერს თავისი ამ შეფასებით და ამ განსჯებით სულ აფუჭებს. კი. იმიტომ ეს ეგ აწმყოში ვერ ჩერდება ამ მომენტში. მაგას უნდა ყოველთვის ან წარსული, ან მომავალი რომ მიარსებოს. და ამ მომენტში რომ არაფერი არ შეუძლია და არ არის, მაშინ იმიტომ განიცდება სრულყოფილი მდგომარეობა. და ეგ ჩაერევა თუ არ ეგრე უყურე შეფასების წარსულში. ანუ იმეცე ამოაკ ეს მთელი ნაცნობი აზრების სიტყვები და იმით ფუთავს იმას, რაც ვერ იფუთება და რა თქმა უნდა გაფუჭდება. ხო. და უკვე შენ კარგავ შენ არს. აი ამ ყოფიერებას და აქ უკვე პრობლემებია. ზუსტად. და მეორე არის ხომ კიდე იოგას როცა ვაკეთებ და თავზე დგომის ასანას როცა ვაკეთებ, აი სხეულს რომ დავიჭერ, ასე რომ გავსწორდები და ხო ეს რომ მაქვს, რომ აი всё ერთ წელწადში ვჩერდები თავზე და თუ წამოვიდა ფიქრი რომ აი მაგარი ვარ. ეს მაგრა გამომივიდა და ეგ ზუსტად აი არის. აი იმ წამს ვარდები ხო ვეღარ ვიმორჩილებ. მაგალითად ანუ უკვე იცი რა შეა საქმე. ანუ რა აფუჭებს შენ ცხოვრებას, შენ ამ სიყვარულს, ამ ბედნიერებას. უკვე აი ფაქტია, უკვე იცი რა აფუჭებს და აი რომ იცი უკვე ეს ვინც აფუჭებს და ამის კონტროლი, ამის მარტო შეხედვა უნდა. მეს რომ გვერდიდან შეხედავ, უკვე ის ძალა აღარ აქვს იმას. ის მეც უკვე ჯურდება, წმინდავდება ნელ-ნელა ამ შეფასებებისგან, იმისგან და მე უკვე პირიქით, უკვე იგივდება ამ სრულყოფილებასთან და მე არ არის ცუდი. მე მანამ სხეულია, მანამ მე უნდა, თუმცა ეს განწმენდილი მე უნდა იყოს. თითქოს აქ ხარ შენ, მე ესე ჩემ წარმოდგენაში ესე ხდება ხომ, აქ ვარ მე და ეს ვუყურებ რა ეს აი რა შვება დღეს რატო უხარია რატო არ უხარია ხო იმ მომენტში რა განიცადა რატო განიცადა აი რაღაცა ის დაკვირვების ხო და ამაზე ხო არ გადმოდის მე საცაჩანში რა არ გადმოდის ანუ ის აქ პრობლემები მე და მე გქონდეს პრობლემები შენ ხო არ ხანდახან გადმოდის ხო ხანდახან იმესთან გაიგივება ხდება და მე უკვე პრობლემები აქვს მე და ანუ იმესთან თუ ხარ გაიგივება ანუ შენ გაქვს ეგრე გონია არდა სინამდვილეში ეგ ხომ შენ არ გაქვს. და კიდე აი მან ვაქ ერთი კითხვა სულ რა აი სოციუმთან რატო ვამბობ ამდენ კითხვებს რატო ვსაუბრობ. ჩემ გარშემო და მეც პირველ რიგში ჩემი თავიდან გამომდინარე ვსაუბრობ და მე ვიცი რომ ბევრს აინტერესებს ესეთი რაღაც. აი მაგ მდგომარეობაში როცა ხარ ხო აქ როცა ხარ და გაკ ბევრი ტიპის ადამიანთან შეხება და ურთიერთობა. შენნაირად ადამიანები ჩემს გარშემო ყოველდღიში ბევრი არ არიან და არ აქვს ეგეთი განცდები და მე თითქოს შეფასებით გარშემო ხო გრძნობ მაგ ყველაფერს რა არზე საუბარში გრძნობ იმაში გრძნობ ამაში გრძნობ რაზე გილაპარაკება როგორ გილაპარაკება და თითქოს მე ეგეთ ადამიანთან კარგავ კავშირს არის ეგეთი განცდა? არ არის. ყოველთვის ყველა ადამიანში ზუსტად იმის იმშვიდეს ხედავ რაც შენში და რაც ხარ. ხო, აქედან გამომდინარე, როცა შენ შეფასებას არ აკეთებ და არის განსჯი, ვინც არ გინდა იყოს, გინდა 100 კაცი იყოს და 100 სხვადასხვა ხასიათის, შენთვის მაინც ყველა ერთია. იმიტომ ის ხასიათები არის დროებით იცვლილებადები. იმას ატარებ. თავისთავად ტარდება, არც ატარებ, თავისთავად ხდება. ხო. და ხო არა, ურთიერთობაც არ გიფუჭდება რა. ყველა მოდის თავის რომ მოგონია რომ პრობლემა აქვს იმას ყვება და თვითონ იმისთვის არ არის, შენ ხომ იცი რომ იმას არ აქვს პრობლემა. იმას გონია რომ პრობლემა აქვს. და არაფერი, ანუ არ ირღვევი შენ ამ მდგომარეობიდან ვერ ამოვარდები ვერასოდეს. იმიტომ ყველა ინდივიდუალურად ყველა თავის ადგილას დგას. ყველა ისე იყურება როგორც შეუძლია იყუროს, ყველა ისე აკეთებს როგორც იცის. ანუ
ყველა თავის ადგილას არის და ცუდი არ არის, არაფერი ცუდი არ არსებობს, მაგრამ ყველა ადამიანი მართალია რომ შეგითხე, ეგრე არ არის. და ეგრეც არის. იმან რა ხნას, როგორც ისწავლე, როგორც ხედავს, ეგრე იქცევა. მე რო უთხრა ესე იარე ვერ გაივლის, ის ისე გაივლის, როგორც იცის, ეგრე. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ტოვებ ისე როგორც არის. არ გივდები. და აქ თუ ვინმეს მართლა უნდა სიმშვიდე, აი აქ უნდა მოიყვანო, აქ, აი ეს მომენტია. და ამ მომენტში კიდევ თუ ყველაფერი ცვლილებადია. და ამ ცვლილებებს არ ყვები, არ იგივდები. მაგრამ იცი რაც არის, გემოები იცვლება, მაგრამ შენ არ იცვლები. და მშვენიერი ხარ, სულ ერთი გემოზე რო იყოს, თქვა, სულ მარწყვის გემო ხო მოგბეზდება. აქედან გამომდინარე, უნდა მარწყვის გემო გემრიელი გაატარე, მე 10 მის გემო ხო ხანტვილი ხო. ანუ ყველაფერს ღებულობ და ატარე, ღებულობ ატარე, არაფერთან იგივდები. და პრობლემაც არ არის. პრობლემა ვიჯაჭულობაა პრობლემა. წარსულზე ფიქრი არ არის პრობლემა, არც მომავალის გეგმების პრობლემა, უბრალოდ მათთან გაიგივებაა პრობლემა, ვიჯაჭულობაა. მომავალზე რო ფიქრობ და რაღაცას გეგმო, თან არ მჯერა. ეგ არის სწორი მიდგომა. მომავალზე ფიქრობ და თან არ მჯერა, რომ ის ხო, იმიტომ ხო არ არის რეალურია, არ არის მომავალი აქ მოდის, მომავალში ვერასოდეს ვერ გადავალ. ხო. მაგრამ გეგმა მაინც ხო მოდის რაღაცა, ეგ დაიხლა სახში ჩავალა, იქ ისინია. მაგრამ მე არ ვჯერა, იმიტომ შეიძლება სახში ვერ ჩავიდე, ხო, რა ყველაფერი ხდება. აქედან გამომდინარე, ანუ რასაც ფიქრობ, არ გჯერა რა. სიზმარია და რა კი იცი, უკვე გაიგივებაც აღარ ხდება. თავიდან რა ჯერ ხო ასე სიმშვიდე სიცარიელი. აზრი მოდის, უკვე არ გჯერა იმ აზრისა. რაზეც არ გინდა ამ აზრმა ფიქრების შექმნას, იდეები, ფილოსოფიები, არ გჯერა, იმიტომ დროებითია, ვერ გააჩერებ, ხო, რომელ აზრს გააჩერებ, ფიქს ხო ვერ გააჩერებ. გამოილევა სხვა მოვა. ის გამოიყენებს ხომ. ანუ ხო და ეს მიჯაჭულება უკვე ის ილევა და შენ მიჯაჭულობა აჩერებ აქ უკვე იჭედები. ხო, ხარ კონცენტრირებული რომ ის გინდა ის გინდა. ნუ და აქ მინდა არ არის. ხო. რადგან ეგ ყველაზე ცუდია როცა რამე გინდა, იმიტომ ეგ უკვე ნაკლისობის განცდა, ანუ არ გაგდა გინდა და როცა ნაკლისობას განიცდი, ანუ დაძაბული ხარ. როცა არაფერი გინდა, თავისუფალი ხარ. და ყველაფერი რაც უკვე არის ისედაც არის. თუმცა არ ხარ მინდაზე ჩაციყული, უფრო ზუსტად ის გაქ რაც გინდა. რაც გინდაოთი. ხო, ანუ ის რაც საჭიროებს ის თავისთავად რა თქმა უნდა, ყოველთვის არის. კი. და აი მინდა აქ ეს მე უნდა იყოს ვისაც უნდა და ის რაც მართლა საჭიროა და გაქვს, ამას შეიძლება არა, მე აი სხვა რამე მინდა, ზუსტად ის რაც არა აქვს. მე იმიტომ მე ხო პრობლემის შემქმნელია. ხო აი სულ ყველაფერი კმაყოფილია, სულ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ეს მე მაინც იპოვის ესეთ რაღაცას, რომ ეს სიამოვნება იმას აკნო, ანუ დაძაბოს მდგომარეობა. ამას რო არ ყვები, ეს უკვე ვეღარ ძაბავს. ხო, წყლიბად წაარტყამ. კი. არის ყველაფერი არის. აქ არის ყველა. ყოველთვის აქ თუ ხარ, აქ პრობლემა არ არის. აქ პრობლემა ვერ იქნება. აქ არც წარსულია და არც მომავალი. გადადი მომავალში ერთი წამით. აბა წარსულში დარჩერდი. ანუ სად ხარ? წარმოიდგინე, წამით ვერც წინ გადადიხარ, ვერც უკან. ანუ სად ხარ? შენ წარმოიდგინე და ეს აქ უკვე აზრით ვერა. აქ უკვე განცდა. აქ უკვე ეს არის და ეს უკვე სულ არის. და ამაში ტრიალოს წარსულმა მომავალმა არანაირი პრობლემა არ. განცდა ხო. და ეს ბედნიერება ეს განცდა. აქ ხო არ აყვები არც მომავალს, არც წარსულს და ანუ აზრებს არ ყვები, ფიქრებს არ ყვები, წარმოსახვებს არ ყვები. ყველაფერი იშლება. აი ეს არის შივა. ყველაფერი გადაყლაპა. ყველაფერი გადაყლაპა. ილუზია და რჩება მე ეს უსაზრო სიყვარული, უპირობა სიყვარული. და შივა არის ზუსტად ეგ. მე ხა ინდოეთში რომ მოვდიოდი, ბევრი ადამიანმა მითხრა რომ ინდოეთში ხო ისეთი წარმოდგენა რომ ჭუჭყიანია, ის არის ქაოსია რაღაცა. რომ მოვდიოდი, მე სულ მინდა და ინდოეთში მოხვედრა, არც რომ დავიწყეს რაღაც. ეცა ბავშვობა რა იყო და აი. სულ მინდა და ინდოეთში მოხვედრა და რომ დავიწყე ფიქრი არ დამიწყე რომ აკომ რომ მითხრა რომ ინდოეთში მივდივართ და მე ძალიან მინდა, აი მოლოდინი კი არ მქონდა რომ რამის მოლოდინი, რომ იქ მინდოდა უკვე მოხვედრა და მე გადავწყვიტე რომ დელიში დავრჩით და ერთი ღამე სანამ აქ ჩამოვიდოდეთ რიშიკეში და დელიში რომ ვიყავით. ნუ დელიზე ხომ მქონდა გაგონილი რომ ის არის და რო ჩავედი
არ ვიცი, არანაირი მოლოდინით არ შევხვდი. უბრალოდ თითქოს მივიღე ის, რაც იქ მოცემულობა იყო და არაფერი არ იყო ჩემთვის იქ ცუდი. იმიტომ რომ განჯა არ გააკეთა, შეფასება არ გააკეთა. არც ის რაღაცა ქუჩის საჭმელი, რომელიც რაღაც პირდაღებული თემაა, რომ რაღაცა და ვიდეოები არის, რომ ეს კაცი ხან აქეთ ეს არა, გაბუქებული ყველა, მე რავი არაფერი. მეორე მომენტი იყო ხა აქაც აშრამში, სადაც ყველგან ფეხზე ვიხდით და იქ დელიში იყო რამოდენიმე, სადაც სიბინძურა იყო რა, ფეხზე გახდის მომენტში, მაგრამ თითქოს ამ ფეხზეც ისე ვიხდით და ისე შევდიოდი, რომ არც კი ვფიქრდებოდი, რომ რაღაც გამიჭუჭყანდებოდა ან რომ მოხდებოდა და საერთოდ არ მქონდა უხეშად რო ვთქვათ და კიდევის ხელოვნება, რომ აი ხო რა მოხდა მე რა, ისეთი ხო დაიბანება. ხელოვნება არ არის, ეგრე აი ცუდად დაკიდე, აი და მე მგონიათ რომ ფეხებზე მკიდიაო და აი ეგრე არ არის. ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობა. იმიტომ ჭუჭყის სილამაზე, მაგრამ ჭუჭყის გარეშე ტალახი და ვარდი ავიღოთ, ხო? ტალახის გარეშე ვარდი ხო არ გაიზრდება. ანუ ვარდის მე რომ ჭკნება იგივე ტალახად და პირიქით და ტალახში რომ დააკვირდე უფრო მეტი პოტენციალია ვარდის. ვარდი შეიძლება ერთი წითელი გაიზარდოს და ტალახს რო უყურებ, ტალახში ხედავ ბევრ ფერ ვარდებს. იმიტომ ეს არის პოტენციალი, რაშიც ეს ვარდი სილამაზე იზრდება. ლოტოს ეგრე არ არის. სიმულოც ეგრეა, ტალახში იზრდება და ამოდის და მე შვენიერება. ანუ ორივე ლოტოს ვერ მიიღებ მარტო იმის გარეშე. თუ სრულყოფილია ყველაფერს ერთდროულად ღება. და აქედან გამომდინარე ზიზღიც არ აქვს. ანუ უკვე ტალახს ჭუჭყს ვეღარ ხედავ. ვერა და ამ მდგომარეობაში ეგ არის სუსტი, უკვე შეფასებები ისინი აღარ შეუულია და აქ უკვე აღქმა. შენ რო ჩამოხვედი ინდოეთში, შენ თავთან გაიგებდი, აი ზუსტად იმ სილამაზესთან, იმ სივრცესთან და ეს ინდოეთი იმ შენშია. ხო და ზუსტად ის უკვე ეს სხვა მესმის და აი ეგ არის. ეგრე აქ მე არ დადის და არ ათვალილებს, აქ რიშიკეში ვარ მე. მე ვარ ინდოეთი. მე ვარ ის ჭუჭყითი სილამაზე, ეს სხვა შეფასები და აქედან შეფასები ჭუჭყი არ არსებობს. ხო, ხოდები, ხო. და ამ მდგომარეობაში სულ თქვა, ყველაფერი რაც კი აი რავი. აქ როცა შეფასება არ არის, ხარ ის რაც იხილება, რაც ისმინება. სულ შენ ხარ. და შეფასების გარეშე ძალიან მშვენიერია. ძალიან მშვენიერია. და აი იმიტომ ამას განიცდი, ბედნიერებას განიცდი. ბედნიერებას, აი ამას. აი სულა ხო ყოველნი ახტოვანება. ხო, მე მაგ ეს 10 დღეა ესე და ეგ არის შენი არსი. ხალხზე, გარემოზე, ყველაფერზე მემართება და უცებ სუნთქვა რომ სადღაც გიჩერდება და ეს აქ გაჩერდა ეს სუნთქვა და მე რო ხვდები რომ აი აქ გაჩერება შეუძლია სუნთქვას, ხვდები რომ აი მეც შემილია ყოფნა რა იმ მომენტში რომ თუ აქ მაგას ვაკეთებ და საოცარი არის. აქ რაღაცნაირი სიყვარულის შეგრძნება რატო გვაქვს? ანუ ეხლა მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ესეთი სიყვარულის უპირობო სიყვარულის შეგრძნება და უპირობო მიმღებლობა საქართველოში არ მაქვს. ხოლმე. ხო, იქ იმიტომ თვითონ ატმოსფერო, თვითონ ჰავა, იქ ენერგია ეგრე. რომ ვთქვათ, ცოტა გრუბად დაბინძურებული. აქ არ არის. აქ აი ამდენი ხან ორი კვირა აქ ვარ და აგრესია არ მინახია. ერთმანეთში ჩხუბი არ მინახია. სულ გიღიმიან. სიმშვიდე, აქ იმდენად ჭარბობს ეს სიმშვიდე, რომ აი სიმშვიდე ყველაფერს უკვე ფარავს, მალავს. საოცარი ქვეყანა და თვითონ ხალხი აქ არ არის, სიამაყე არ არის. ხო ამჩნევ. არ არის აქ მე მაღალი შენ გაიწიერა ქეში. არ არის აქ ერთმანეთზე დადიან და ერთმანეთზე არაბრაზდებიან. ხო ეგრეა. და ეს ზუსტად ამ ველში ხარ და ეს ველი კი ხო ის შენც ხარ და ზუსტად აქედან რო იყურები უკვე შენც იმიტომ კარგია. კარგი ეს კაი მაგალითია. აი ზუსტად ეს სიმშვიდე როგორმე იქ საქართველოში უნდა გადავიდეს. ის ამპარტავნობა, შური, ბოროტობა, დარდი ანუ დასტრესილია ჩვენი ხალხი.
და ამ სტრესებს ატარებენ შიგნით და ამ სტრესის გამო აი ამ თავისუფლებას, ამ სიმშვიდეს, სიყვარულს ვეღარ გრძნობენ. მერე ეძებენ გარემოში სადღაც რაღაცაში და გონიათ რომ იქიდან აიღებენ და იქ ყველა მიცის რომ ეგრე არ ხდება ყველაფერი დროებით. სტრესების განთავისუფლება უნდა ისწავლოს ქართველმა ხალხმა. ძალიან დასტრესილები არიან და ეს უკვე არ აძლევს ზუსტად ამ თავისუფლების და სიყვარულის განცდას. აი, რო ვიყავით აშრამში, მახარიშის აშრამში, აი კარგად ჩან. ხო ყველა ერის რა, ბევრი ნაციის, ინგლისელები, ფრანგები, კანადელები იყვნენ. აი ისინი სულ თანა 40-50 წელიწადი სულ აი ამ პრაქტიკებს ატარებენ. ანუ სულ ყოველთვის კარგად არის, მშვიდად არის, იმიტომ რომ იმ პრაქტიკებს ატარებენ. ანუ ისტრესება ადამიანი, როცა ადამიანი გაიგივებულია სხეულთან და სხეულს რაც გადახდება თავისთავად რო ღებულობს თulis თავ ეს უკვე სტრესია, даже მეტის სიყვარულიც სტრესს გამოიწვევს. მერე ის უკვე უარყოფითად შეიძლება ამოიფრქვა სადღაც. და აი ამების გაწმენდვა ყოველდღიურად, ანუ ყოველ საღამოს ძილის წინ 20 წუთი უნდა გაუშვა მთელი დღის ყველაფერი სტრესი, კარგი და ცუდით, რომ დილით გაიღვიძო სუფთა ფურცლით. ისევ დააგროვებს საღამოზე, ყოველ საღამოთი გაუშვა და აი არ იქნება იმდელად დაძაბული მდგომარეობა. ხო. უნდა ვისწავლოთ, აუცილებლად სიმშვიდე უნდა არა და არის უკვე. სწავლებაც არ უნდა, უბრალოდ აი ეს. მე ყოველთვის აი რავი, ჩემ მგომა აი ეს მე აღმოჩენა, მე თუ აღმოაჩინა ადამიანმა ყველაფერი კარგად არის. არ შეიძლება პრობლემების გადაჭრა მილიონი პრობლემა აქვს მეს. ერთს გადაწყვიტა მეორეა, მეორეს ცხოვრება არ ყოფა და აი თვითონ მე რომ წავა, ანუ ყველაფერი მისდევს ეგრევე. აი და უფრო ადვილია მეს ყურადღება მიაქციო და მე გაუშვა. იმიტომ ამ მეს მე ყველაფერი გაყვებათ. და ესეც არცალკე ერთ პრობლემას მოგე მე ის მეორე. თელ დღის მანძილზე იმდელ პრობლემებს იხვევს. იმდელ ჯერ ისტრესავს თავს, რომ მე ვერ ასე ცხოვრება არ ეყოფა რომ განთავისუფლდეს ყველაფერი. და ეს თვითონ მე უნდა გაუშვა და უკვე აღარ იქნება. აი შემფასებელი ეს ვინც განსჯის. აი ეგ არის რა ადამიანში პრობლემა. და მაგ პროცესში საკუთარი თავის სიყვარული რამდენად მნიშვნელოვანია? აი ზუსტად მე რომ მიდის ხვდები რომ სიყვარული ხარ. შენ ხარ. ო თვითონ სიყვარული ხარ, იმიტომ შეიყვარე მოყვასი შენი როგორ თავი შენი, ხო? ანუ ჯერ თავი შენი უნდა შეიყვარო, რომ მე იცოდე რა არის მოყვასი სიყვარული და ზუსტად აქ რომ აღმოაჩინო შენში მე არ არის და არის სიყვარული, ანუ მე значит არსად არ არის. ეგო შენში თუ გაქრება, ანუ ყველაში ქრება. აღარ იქნება ის რომ შენში ეგო არ არის და სხვაში ეგო არის. ეგო ისე ტყუილია ისევ ეგოს. ანუ შენში თუ ეს ეგო მე წავიდა, ანუ არსად არ არის. ეგო მართლა არსად არ არის. ეგ გონიათ რო არის. ყველაფერი ხდება ისე როგორც ხდება. ეს მიზეშედეგობრივია. ყველაფერი, მაგრამ აი ეს მეა იჩემებს, კარგს იჩემებს, ცუც უარყოფს, მაგრამ ის ცუცად უარყოფ. ხო ისე შენშია. ხო. ეგ როგორც მედალის ორი მხარე, კარგი და ცუდი. სულ კარგი, ამ ცუც ქვეშ აგროვებ მე. მე გარედან პატარა მიზეზი და ეს ისე ამოტრიალდება, ანუ სიყვარული და სიძულვილი, იმიტომ არის ახ. როცა ვინმე გიყვარს იმის გულისთვის, ხო, სიცოცხლესაც გასწირა. მაგრამ იმან თუ ოდნავ პატარა რამე გიღალა და აქეთ მოკლავ, ხო? აი წარმოიდგინე, აი როგორ შეიძლება ეს წამში კი ბატონო. და აი ზუსტად ამის გაცნობიერება ხდება და მე უკვე იკარგება სიძულვილი, სიბრაზე, ყველაფერი და რჩება ეს რაც უცვლელია. ხო. ხარ სიყვარული. და სულ სიყვარულია ყველაფერი, ყველაფერში. აი მე რო ვიტყვი ყოველთვის გარეშე სამყარო არ არსებობს. არა. რაღაც მაგრამ ესეც უნდა მე შემფასებენ. ანუ ეს პროცესი ეს უნდა გაიაროს ადამიანს. თუ ისე აი არა, უნდა გაიაროს. აი თუ 64 და იმიტომ დაკარგეს 64-ს ვერ აფასებდნენ. მე იმიტომ აი ეს რომ ეს საწინააღმდეგო მხარეც უნდა გაიარო, რომ
აი თურმე რა კარგი ყოფილა. იმიტომ რომ ხო ორივეა ისედაც. ხო ეხლა სულ თეთრი რო იყოს და შავი არ იყოს არ გეცოდინება რომ თეთრია ხო? ანუ შავი ფეროვანი არა. და ეს და მე ამას რო ხვდები ეს უკვე ეს თამაში ეს უყველა მთელი სამყარო არის ჭკუის თამაში. დილით მე იღვიძებ სამყარო იღვიძებს, საღამოთი მე ვიძინებ სამყარო იღვიძებს. ანუ მე და სამყარო ყურე ერთია. ერთია და ეს რომ მართლა ერთიანდება უკვე მე არ არის სამყარო და სამყარო ხარ შენ. და რაც სამყაროში ხდება ყველაფერი შენში ხდება. და იქ რო არ არის გაყოფა ცუდზე და კარგზე არის მშვენიერი. არის გარმონია. აი მე ვყვებოდი ეს კაცი შემხვდა თქო მას დავუსვი რაღაცა კითხვა ერთი რა რომ რაღაცა სიყვარულზე ვილაპარაკეთ მოკლედ პატარა ისტორიაც რომ მოვყვე რომ გასაგები იყოს და მითხრა რომ ესეთი რაღაც რომ შენო რატო იგივდებიო ერთ ადამიანში სიყვარულზეო რა იმიტომ რომ ერთ ადამიანს როცა ირჩევო და იყვარებო ესე იგიო შენ თავს იყვარებ იმ ერთ კონკრეტულ ადამიანშიო და მე დრო რო გადის თქვათ აღარ გიყვარს ეს ადამიანი სხვა გიყვარს ხო რატო ხდება თქო ესე რომ ერთი გიყვარს მე მეორე გიყვარს მე სიტყვაზე ვიდა შეიძლება ერთი გიყვარს და მთელი ცხოვრება რა თქმა უნდა ხო გაჩი იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანში პოულობ შენ თავსო იმ ცხოვრების კონკრეტულ მონაკვეთებშიო და შენ თავი გიყვარდება იმ ადამიანში ეგრეა ყოველთვის ეგრეა ხო მეც ეს ხო შენ ეძებ შენ თავს სხვაში და თუ იპოვი ოპავი გონია რომ ის შეგიყვარდა ვიღაცა და ის კი არა სინამდვილეში შენში გაღუდა ის სიყვარული რა შენში ესეც არსებობს მაგრამ ის იმ შენ თავს იმაში რომ ვეღარ დაინახავ მაგრამ მე როგორ ოპა ქრება მე როგორ ისევ ეძებ და ნუ ეგეც ერთ-ერთი ჭკუის ხაფანგია ხო და როცა გახსნილ მე გიყვარს ყველა გიყვარს და ეგეც აი რატო გადავაბი ეგ რომ საკუთარი თავი თუ არ გიყვარს სხვა რანაირად გიყვარება თუ შენი თავი გიყვარს სხვა ადამიანში ხო რაღაც მომენტში შენი თავი თუ გიყვარს და ეს სიყვარული შეგრძნება გაქვს ესე იგი ისიც გიყვარს ნუ რა თქმა უნდა ხა სიყვარულის სხვადასხვა ფორმები არსებობს და გამოხატულებები მაგრამ გამოხატულებები თორე თვითონ სიყვარული ხარისხით ერთ და იგივეა ბავშვი გიყვარს თუ დედა გიყვარს დააგვირდი ხარისხი ერთია ის სიყვარულის მეგობარი გიყვარს თუ მეზობელი გიყვარს რაც გინდა მანქანა გიყვარს სახლი გიყვარს აი დააგვირდი თვითონ ხარისხი სიყვარულისა ერთია просто ფორმები აქვს სხვადასხვა და ეს ფორმები რომ მოაშორო და სიყვარული დატოვო ანუ მიზეზი არ გჭირდება რომ სიყვარული შენში გააღვი აი ეგ შეიძლება ხო იცი დილით გაიღვიძე შეიძლება დაიჭირე და ასე გააღვი ანუ მიზეზი არ გჭირდება რომ შენში სიყვარულმა გაიშალოს უბრალოდ გიყვარს გიყვარს იმიტომ სიყვარული ხარ ისედაც არის ეგ ხო არ იკარგება ხო ეგ შეიძლება ამან დაკარგოს მე მზედ რაღაცებს დააფენს და ვсё მე იქნება მე ემოციებში ხო ან ცუდიან კარგია აი რო იღვიძებ ყოველ დღე სხეული იღვიძებს ჩემში ხო სიმშვიდეში თენდება ჩემში ხო არავე ყველაფერი სიმშვიდეში ხდება ყველაფერი დღე გადის სიმშვიდეში და აი ამ პოვნა არ უნდა სიმშვიდეს უპირობესი ყოველთვის ბრძოლ ყველაფრის სულ არის ეგ ხარ რო სუნთქავ რაში ისუნთქება ზუსტად ამ უპირობეს სიყვარულში და სუნთქა ყველაზე ახლოა მაგის გარეშე ხო ვერა და იმიტომ არის აი რო აქ პრაქტიკა სუნთქას დააგვირდო და სუნთქას რო აგვირდები ხო ფიქრები აღარ არის იფანტება და მე რო სუნთქა და მე ის შეგრძნება გადანა და აქ თავიდან როცა იქ შეგრძნება უკვე სუნთქა ზედმეტია და ხან არც სუნთქავ ხელს უშლის მედიტაციის დროს ხომ ხო ჩერდება რამდენიმე წუთი არ სუნთქავ და კი და მე რო გამოდიხარ ხო მაშინ ხო კარგია აი მშვენიერი აქ აწმყოში ყოფნა არის ერთადერთი კი და ამ გზაზე იცი რა მაინტერესებს ძალიან ბევრი მიფიქრი ამ საკითხზე და ეხლაც მქონდა ეგ განცდა რაც გავიარე ერთ-ერთი აშრამიდან გამოსვლის პერიოდში რომ კიდევ ვაანალიზებ ხოლმე რაღაც მაგ მომენტს რომ რა იყო ჩემში მაინტერესებს ეგეთი თითქოს მაგ შეგრძნება რომ მაგ დღეს ჩემ თავს ვაპატიე ბევრი რამე
ეგენია ზუსტად აპათია, ბევრი რამე აპათია, ანუ აპათია შენში ზუსტად ის სტრესები შენში, აი ეგენია, აი მაგების მოშორება უნდა ისწავლოს ადამიანმა. მართლა აპათიება შენში. ხო, აი ეს საკუთარი თავის პატიება რას ნიშნავს რა? შენ თავში ყველაფერს აპათიებ, გამოდის რომ შენ სხვასაც აპათიებ. და რა გვაქვს აპათიებელი საკუთარი თავი? აი ის მიჯაჭულობა, რაზეც მიჯაჭულობა, რაღაც გონია რომ ის ჩემია და ის რომ მე არ გაქვს, აი ის ტანჯამს და მე ხდება ეგეთი პატიება და ის მე რომ უშვებ ის რომ იდის, მე უკვე თავისუფლებას. ანუ მიჯაჭულობას აი პატიება, ის მიჯაჭულობა გეხსნება. და წარმოდგენება. მიჯაჭულობა ზუსტად იმ წარმოდგენებზეა მიჯაჭულობა წარმოდგენებზე. დამსროლდა და всё, წარმოდგენები მიდის. თავისუფლდები. მე გავაზიარებ კიდე ხა რაღაც გამიშთა სურვილი. აი რაღაცა მგონია რომ კარგი გოგო უნდა ყოფილიყავი რა. ესეთი ის მქონდა საკუთარ თავთან დაწესებული რომ 5-ოსანი თუ 10-ოსანი ყოფილიყავი და დიდხანს ვინახავდი ბევრ რაღაცებს მაგის გამო რომ აი კარგი და ესეთი და ეს უნდა გამაკეთებინე და იმისთვის უნდა მიმეღწიო და ესეო და რაღაც წესები. როგორ წარმოიდგინე დაწერილი წესები რომელიც უნდა შეასრულო. აქ უკვე შენი თავისუფლება ირღვევა ატყობ. ხო? რაღაც წესები უნდა დაიცვა. ანუ აქ თავისუფლება ირღვევა, ხო, წესის დაცვა უკვე თავისუფლების დარღვევა. მე ეს წესები თუ გერღვევა, მე ვაი რა ცუდი ვარ, ვერ შევასრულე ის. თუ შევასრულე არა კარგი გოგო ვარ, აი შევასრულე. ამ წესები მოაშორე საერთოდ და ხო, და ეგ მგონია რომ მაგ მომენტში ეგ აი ეს ყველაფერი, კარგობას და ცუდობას, რა თქმა უნდა, სისულელე, მაგრამ აი ყველაფერი თითქოს იმ მომენტში გაქრა საერთოდ რა. გაქრა, ეგ არც არის. ხო, აი თავის და იგრძენი თავისუფლება და აი გარი მე ის რაც არის. თავისუფლება ვიგრძენი და მივხვდი რომ აი მაგის მერე თითქმის 2 დღეა ვარ აი რაღაცა ძალიან ლაღი. ეგრეც იქნება. და ის დაჭი და სულ უნდა იყოს ლაღი, მთელი სიცოცხლე გამსხეული სიცოცხლე და ლაღი. იმიტომ მე ამის მერეც სულ ლაღი ხარ. და ეს აი ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ძალიან ჩვენ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. კი. აი ყველა მოვლენას მე ეგო უყურებს რა. აი ვართულებთ ვიძახით რომ აუ ახლა ის, აუ ახლა ეს რაღაცებზე გვაქვს ესე ჭყალებში ხო ჩაჭერილი რომ ის თუ ეს არ იქნება, ხო ის თუ ეს არ იქნება. მაგდროსა ხო. ძალიან სერიოზულად, ყველა პრობლემას ძალიან სერიოზულად უყურებთ. და აი ეგ შეგრძნება მაგ რომ არ ვუყურე, ეხლა არაფერს არ ვუყურებ, ეხლა ვარ ძალიან ლაღი, აი თითქოს პატარა გვანცა რო იყო, მაშინ რო ვერ ხდებოდა თუ რამე დაჯერებები არსებობდა და რაღაცები რო იყო, ყველაზე აი ესეთი რო იყო, თითქოს აი ეგ შეგრძნება მაგ და ძალიან დიდი თავისუფლების გრძნობა მაქვს. თუ გაიხსენებ, ეს არის ზუსტად ბავშვობაში რომ აი მანამ ბავშვობაში ფიქრებს დაიწყეთ, მანამ იცი რა რას ნიშნავს, რომ თავისუფალი და ლაღი ხარ. აი მე ეგ ბრუნდება. ხო. მე ხარ ბავშვი. ბავშვი. დიდი სხეული წვერებიცა ჭაღარა, მაგრამ ბავშვი. კი, იმიტომ ყველაფერი გიხარია. ხო. და ყველაზე მაგარი შეგრძნება. რა თქმა უნდა. იმიტომ თქვა უფალმა იყავით ბავშვით ლაღები და სუფთები. აქოსი სუფთავი, აქ შეფასება განსჯა აღარ არის. ანუ სიჭჭყი აღარ არის. ხარ სუფთა ბავშვი. და მართლა ყველაფერი გიხარია. ქცივა გიხარია, წვიმს გიხარია. აზრი ყველაფერს გიშრე და აუ წვიმს რა ცუდია მინდა და შენც ხასიათი გიბუჭდა და მთელი წვიმს ცუდ ხასიათზე. და ყველაფერი გიხარია. ქარია რა. ახლა როგორი ქარია, მაგრამ გიხარია. ხო. სხვა ვარიანტი აუ ცუდია მინდა ქარია სახში შეხვალ ჩაიკეთებ და ამის გამო ანუ ისე თვითონ ადამიანი იქმნის თავის თავში ამ შეზღუდვებს, პრობლემებს და მე ცხოვრობს თავის ციხეში. ანუ ადამიანი ციხეს იქმნის და იმ ციხეში ცხოვრობს მე. ანუ თავისუფლება ციხე არ არსებობს. მიმღებლობა და გამტარიანობა. სხეულითო ხო ყველაზე დიდი გამტარია. და ეგ არის. და ეს სხეული
შენ რა კი სხეული არ ხარ, ანუ შენ გამოდი შენ ხარ ის ენერგია, ეს სხეულია ჭურჭელი, რომელიც შენ შემოდიხარ და გადიხარ. მე ეგრე ხდება. ჯერ თავიდან გონია რომ სხეული ხარ და ენერგია უნდა მიიღო და გაატარო, და რეალობაში ეგრე არის. თვითონ ის ენერგია ხარ, რომელიც ამ სხეულში შედის და გადის. და ერთიანობაში ეს სხეულიც ის იმ ენერგიისგან არის შექმნილი ზუსტად რომ შევიდეს და გავიდეს. და ეს არის თვითონ პროცესი, ცხოვრების პროცესი. ის ენერგია ქმნის ამ სხეულს და მე ამ სხეულთან ურთიერთობს თავის თავთან. ანუ აქ ერთია. ერთი ღმერთი, რომელიც ურთიერთობს თავისთან. ქმნის და თავის თავთან ურთიერთობს. ისე რამდენი ადამიანი იქნებოდა ბედნიერი? არის ყველა ბედნიერი, მეგასწიონ და ყველა ბედნიერი და სხეული, მაგალითად ადამიანები ნერვიოვანი ხო რამდენი კილო არიან, რაღაცა ისე. და იმიტომ მე რო ფიქრობს რომ სუქანია, ანუ ის უფრო, ანუ აქ პროგრამა და ის უფრო სუქდება. ხო, იზიდავს იმას, რაც არ უნდა. რაც არ უნდა იმაზე ფიქრობს და ზუსტად ის მე და სამყარომ არის ის მინდა და არ მინდა. არა და ხო. არის. აქ რო ფიქრობ ზუსტად ისიც გაძლევს. იმას გონია რომ გეგინდა. კი, მე მიმიზიდავს ეგრე. ეგრე ყველა მათშინერა სულ ეგრე ხდება. მიზიდულობის ძალა მუშაობს. იმიტომ არის ცუდი აზრი რომ თუ გააჩერე ის მე ჩვეულებრივ ვიზიდავს ცუდ აზრებს და მე იქნება ფიქრი. ერთი აზრით ფიქრი ხო ვერ შედგება. და რამდენიმე აზრი ერთნაირად და მე უკვე ფიქრში გადადის. ანუ მე უკვე ხილვა, მე უკვე წარმოდგენა, წარმოსახვები და ის იმდენად ემოციურია, როცა გაიგივებულია, რომ გონია ნამდვილი. არა და წარმოსახვა, ეხლა რაზეც არ გინდა ვილაპარაკოთ, უნდა წარმოვიდგინოთ, ხო? ყველა ვარიანტი. ო, ანუ და მე აბა სად არის? ხო. აქ ხო არ არის არანაირი. შეხო ძირითადად სურათებით ცხოვრობ. ეგრეა, სულ წარმოსახვებში ცხოვრობს ადამიანი დილიდან საღამომდე და იმ წარმოსახვები ისეა გაიგივებული, ის ნამდვილი გონია და იმიტომ არის მე ხან იტანჯება და ხან მთელი, იმიტომ თვითონ ფიქრები ეგეთი. და ფიქრები თავისთავად დატვირთული იყო, ჩენამდე დატვირთული იყო. მანამ ეს სხეული გაჩნდა, მანამ უკვე ყველაფერი, არავი, ყველაფერს სახელები, ყველაფერს უკვე ერქვა. შენ ხო არაფერი მოგიგონია, არც აზრი, არც სიტყვა, არაფერი. ყველაფერი ისედაც უკვე იყო. просто ამას ყველაფერს გაჯერებენ რომ ესია და აი ამასთან მე ცხოვრობ, მაგრამ აი მე ზუსტად ეს ეგრეა საჭირო. მაგრამ მე აი მუშაობაში უკვე აკვირდები, მოიცა მე რა შუაში ვარ. მე даже ისიც არ მithოვე რომ ქვეყანად გავჩენილიყავ. ანუ მე ვარ ეს? ნუ ფიქრები არ ხარ შენ. ეს თავისთავად სამყარო გააჩინა და ეს ყველაფერი არის სამყაროს ეკუთვნის. ძალიან მშვენივრად არის სამყაროსთვის. იქიდან არ ჩანს ცუდი და ის. ყველაფერი კარგად არის, პროცესია და ეს პროცესი მიმდინარეობს. ანუ ცნობიერებას უფართოვდება. და როცა ამ ნაკაჩებს ხარ, შენს რა თქმა უნდა განიცდის სიამოვნებას. შენი აზრით, ბევრი ადამიანი რო იყოს ესე. არიან უკვე ძალიან ბევრი გავიცანი, ძალიან ბევრი ნაცნობია უკვე საქართველოში, რომელიც ესია და აი მაგალითად მოსახლეობის, სოფლიო მოსახლეობის არ ვიცი, 80% რო იყოს ესე, 100 არ ვიტყვი. აი როგორი იქნება სამყარო? არა, თუ 80 იქნება, ის 20 აღარ იქნება. აქ 10% რო იყოს ესე, უკვე 90%-იც აღარ იქნება. ანუ ყველა ისევე იქნება. და როგორი იქნება სამყარო? 7-4 როგორიც იყო თავიდან. 6-დან კი არის და 6 არის ჩვენი მიზანი, ეწყობა. რავი, როგორც ჩანს, ეგრე იქითკენ მიდის. კაცობრიობა, იმიტომ რა დრო გადის უფრო მშვიდობა, ცნობიერება უფრო მოდის, იმიტომ აი ეს ურთიერთობები ხომ აქ ეხლა ხშირი ურთიერთობები და ნამდვილად უკვე ძალიან ბევრმა დააგემოვნა თავისი არსი, როგორც თავისუფალი, როგორც სიყვარული და უკვე ამაზე მუშაობენ და აქ просто დროის ის არის დრო და ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე. ხო, სიმშვიდეში. იქნება. საქართველოში ეს თან ჩვენ ისეთი პოტენციალი სიყვარულის ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ქართველებს. არ დავკარგეთ, შევინარჩუნეთ. ამდელი ბრძოლის მაინც შევინარჩუნეთ. ერთმანეთში უნდა მოგვაროთ და მე ყველაფერი მოგვარდება, ხო? ერთმანეთში არ გვაქვს. არა და აი ზუსტად ეგ უნდა მოგვარდეს. დათმობა, პატიება, აპატია, გეპატიება,
აი ეგენი, არა და რავი, ქრისტიანული ქვეყანა ამდენი უკვე 1000 წელები ქრიდა წამს ქრისტესი, ქრისტია ჩემი ღმერთი, მაგრამ არ აკეთებენ ისე როგორც ქრისტიანობა. რანაირად წამს, ან როგორ არის თვლის შენ ნათ ქრისტეს ღმერთად, რომ ისე არ იქცევი როგორც ის გეუბნეოდა. ანუ ფარისევლობაა რა. ფარისევლობა ისევ დარჩა. ალბათ იქნება. თორე ქრისტე თუ ჩემი ღმერთია და ჩემშია და მე ის ვიპოვე, მე უკვე ანუ ისე იქცევი როგორც ქრისტე თქვა რა. ნუ ფიქრობ ხვალიდან დღეზე იფიქრე, ნუ განსჯი არ განიჯები. აი ეგ სიტყვები თუ ცხოვრებაში არ ასრულე, რანაირად გწამს ღმერთის მე ვერ ხვდები. ანუ როგორ შეიძლება ყოველი კვირა ერთი და იგივე ცოდვა მოინანიო. ანუ არ მუშაობს ეთყობა ხო? აქ რაღაცაშია საქმე. ანუ უნდა შეეღო, ანუ გულში არ ჩადიხარ ის ცოდვა თუ ცოდვა არ თვლიან ცოდვა და იმავე ზედაპირულად რა. ნუ ეგრეც ხდება ტალღები სხვადასხვანაირად იმაშვები. აი სიღრმეში არავის უნდა ჩასო. მიზომ როცა სიღრმეში ჩადიხარ გარემოს კარგავ და გარემოს ამდენი წვალება და შრომით მოპოვებული აქვს და ჩემიათან გაიძახიან. აი მის დაკარგვა არ უნდა. სიღრმეში ჩასვლა თან და ან ეს გავყვეთ სიღრმეში. ტკივილია თავი. ტკივილია და აუცილებლად სტრესი სხვანაირად ვერ განთავისუფლდები თუ ეს არ განიცადე. აი მე რაც იქ აშრამში უყურე ხალხი ჩადის ამ სტრესები ამოაგარეთ და ტირილი ცრემლი, მაგრამ ზატო მე რა ხელა შვება და ის არის. მე მაგის მაგის. აი ეგ არის და ეს რავი მე იმიტომ რავი არ ვიცი რავი ნახოთ. ეგრე უნდა იყოს. აუცილებლად თუ სტრესიდან ადამიანი არ განთავისუფლდეს, ბედნიერი ვერ იქნება. ვერ იქნება. ვერა. შეიძლება დილიდან გაიღვიძო კაი ხასიათზე, მაგრამ შენ სტრესები მე ისეთ მომენტში ზუსტად გამოვა, რომ აი გაგიფუჭებს იმ კარგ ხასიათებს და აი აზრი ვერ ენდობი. მანამ სტრესებს არ გაინთავისუფლებ შენგანში. მანამ და ეგეც რო არ იყოს, რაც არ უნდა ცოდვები მოვინანიოთ, ხო არის ნათქვამი, რომ ის ერთი წამიაო და სანამ ჩაგეძინებაო და იმ ერთ წამში ის ერთი წამია, როცა ყველა შენ თავთან შიშულდებიო და ეგ ერთი წამი იცის ყველა ვინ არის და როგორ არის. ხო და ეს წამი უნდა გაიზარდოს, მე უნდა გაგდეს 2 წამი, 3 წამი, 10 წამი, რავი, წუთი, 5 წუთი და ეს ზუსტად აი ეს რავი მედიტაცია ძალიან კარგად შველის. ლოცვებით გეშველის, მაგრამ გული თუ ლოცვა ძალიან რთულია და იშვიათად თუ ვინმე გულიდან ლოცულობს. თორე ლოცვაც ანუ დავითის ფსალმონი ჩვენი, ის დავით უნდა ის უნდა გახდე, რომ ის გულიდან უნდა ამოიღო, ანუ შენ უნდა გეხებოდეს და აბა ეგრე რთულია ეგრე კი ძალიან რთულია. და ეს მედიტაცია კიდე ეს თვითშიგნით რომ ჩადიხარ შენ არსია რა, აი ზუსტად სტრესები თავისთავად მერე ამოდის. ანუ უნდა გაიო, მანამ შენ არსთან ჩახვალ, მანამ დიდი გზა გასავლელი, ზუსტად ეს სტრესები ხო კიდე გეუბნები, მარტო ცუდის არ არის, კარგიც სტრესი ხო. გონებისთვის ერთი და აი მე გამქონდა, მე რო ჩავიდა ჩემი ყურადღება ჩემ შიგნით ხო, როცა კარგი სტრესები მომდის და სიცილს ვიწყებდი, როცა ცუდი იყო ტირილის ვიწყებდი. ანუ აი ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაიარო. მაგ დროს იწვის, მე ეს ყველაფერი რო ამოვა და მე გძნობ, მე თავისუფლებას, სიმსუბუქეს და მე რეგენ უკვე აღარ გაწუხებენ, ნუ აღარ არის დაწვი. ამას დაწვა ჰქვია, როცა შენ თავში ჩატრიალდები, რაც გზაში შეხვდება, ყველაფერი ამოდის. თუმცა არაფერი არ უნდა გააჩერო, არაფრის უნდა შეგეშინდეს. მაგრამ შიშები ძალიან დიდი ბევრი შიშები და უნდა რომ შიშ თვალებს ჩახედიო. რეალობაში რომ ჩახედავ შიშიც არაფრის გამოვა. მიზეზი არ აქვს, უბრალოდ წარმოსახვა და ეს წარმოსახვა დაჯერება და ეს უკვე შიში. ანუ შეკუმშვა ნერვული სისტემის. და მე შიშიდან მოქმედ. ხო, მე შიშიდან მოქმედობ, რა თქმა უნდა. რომ არის იმის იქით რა არის? ხო. ბედე. გავედით მე მგონი ბოლოში. ბოლო არა, არც თავი. ამ ჩაწერეს. ჩაწერეს. თუ ურთიერთობა არა, იმიტომ რომ რაღაც არ ვიცი რამდენი დრო დავიწყე. ხო. ანუ არსებობს რა ეგეთი მოსაზრება თანამედროვე ეზოთერიკებში და სულიერ სწავლულებში, რომ არიან რაღაც გარკვეული ტიპის ადამიანები, რომლებსაც სული არ აქვს და ბოტებს ეძახიან რა, რომლებიც მანქანები არიან.
უბრალოდ რაღაცა სისტემის მსახურები. სული აქვს, თუმცა სული მიძინებულია და პროსტო არიან დაპროგრამირებული და არიან მანქანები, კი, და ეგრეა 90% დედამიწაზე მანქანები არ არიან. მაგრამ სული აქვს და პოტენციალში არის. კი, ბატონო. ფუტლიერი არ არის. არა. ჩაინიკი, არა, ჩაიდანი. ყველა აქვს, ყველა. რაკი სუნთქავს, значит, даже если ესეც რო არ სუნთქ, ამასაც აქვს სული. სულ არის. ყველგან არის. просто მის შეიძლება ახქმა საჭირო, დანახვა საჭირო. ზუსტად მადედან არის განთავისუფლებელი ადამიანი, რომ რობოტი არ ეყოს. ეგ არ აწყობს არავის. ხო, რა თქმა უნდა, დიდი ეგოები, ლიდერები. აი მე მაგას ვამბობ, რომ შენთვის ლიდერი არ შენს არსის გარდა არ უნდა არსებობდეს. მაგრამ შეიძლება ახლა გაწყვეტინე პოეტიში, მაგრამ ადამიანებს თუ აქვთ მიდრეკილება, რასაც ვაკვირდები და ვუყურებ, რომ ყველაფერს სახელი დაარქვა. ღმერთის სახელი, რაღაც მდინარის სახელი, იმის სახელი, ამის სახელი და მაგრამ აი იმისკენ მიუტვიან და აი ყველაფერი ახსნებს ეძებენ ყველაფერს. აი ზუსტად ჩემი მდგომარეობა ეგ არის და როცა საუბრობ სახელებს არ ხმარობ და არაფერს ვარქმევ. იმიტომ მე ყველაფერს რასაც შენ სახელს დაარქმევ და იტყვი კარგია, არა, ეგრევე ავტომატურად ხდება მეორე სახელი, რომ ცუდია. რამდენჯერაც ღმერთს სახელი დაარქმევს, იმდენჯერ კულტი შეიქმნა, რელიგია შეიქმნა. ანუ ღმერთს ყველაფერს ღმერთია. მე რო დავარქვი ქრისტე, არა, აი ესო, იმან რომ მე იმასთან ჩხუბი მომდის, ის ალახს ეძახის. ოპა, ჩემი მართალია, შენი ავიღდი და სახელი რო არა, ყველა განიცდის ამას. და იმიტომ არის სახელებია, რაც აფუჭებს ყველაფერს. აი ხლა ეს უფრო რო გადახედო, აი უყურე სახელებს რო არქმევ, აი რა არის ფიქრი, აი ეს კაი აგიხსნა, აი უყურე. აზრი ფიქრი არ არის. აი ხლა უყურე, აი ჭიქა, აზრი რა არის, აი ფიქრი გადადის. აი მაგიდაზე დევს, თევში, ჩანგალი, კრუშკა, სალფეტკი, აი უკვე წავიდა ფიქრში. ხო? და ნელ-ნელა რასაც ასახელებ, უყურე კონკრეტულად იქ მიზის მთელი შენი ყურადღება, აი გადავიტანე, აი კოვზი, ანუ დანარჩენი არა, ანუ კოვზი და რასაც ასახელებ, აი ვიწროვდება ყურადღება. აბა მოდი ხლა, ისე გადახედე მაგალითად, ნუ დაასახელებ რაზდებს და ერთიანად შეხედე. და ან რაც უნდა სახელი რა, არიცი რას რა ქვია? რაც აუცილებელია დაასახელო. აი ეს უკვე ცნობიერება, აი ეს ორი გაცნობიერება, ერთიანად ხედავ მაგიდაზე რაც არის. სახელების გარშე დააკვირდი, თან აქ უკვე კომენტატორი გაჩვენებულია, რომელიც სახელებს არქმევს. ანუ აქ უკვე სიმშვიდეა, ხო? რაკი კომენტატორი გაჩვენებს, სიმშვიდეა და ამ სიმშვიდეში გაცნობიერება მთლიანად მაგიდა ჩანს, ზედ რაც კიდევ ყველაფერი უკვე ცნობილია. და ეგრე ხარ, გარდა ეს ხო მარტო მაგიდა არ არის, აი მთლიანად ოთახში იგივეა. აი რასაც უყურებ, ნუ ასახელებ და გააცნობიერე ყველაფერი ერთდროულად და დაინახე რა უფრო ლამაზია ერთიანობაში. და ეხლა ეს შენობა გარემო, ეხლა ეს შენობა შეხედე და ნელ-ნელა გაიწია მთელი რიშიკეში ნუ ასახელებ. და ეს არის ზუსტად ის რაც არის, აქ ჩუმად არის, კომენტატორი არ არის და არის გაცნობიერება ყველაფრისა. და ამ დროს აი შეგრძნებაც ეგეთია, გაშლილი ხარ. სუიშლები და ეგრე მთელი ინდოეთი, გაწიე ინდოეთი, მთელი ხრებეთი, საქართველო, ანუ გაწიე. მთელი დედამიწა აცნობიერი, ხო? ეგრეა. სახელები აფუჭებს. პატარა ხედის, აი ზუსტად იმ უმნიშვნელო საიქრო შენგანიცადა. ზუსტად. და სახელებს მაქვს მე რომ მე ვიტყვი კრუშკა, შენ ვიტყვი არაჭიქა, და დავწევთ ერთმანეთს, არაკრუშკა, არაჭიქა. ჩაიდანი. ნუ აგინიერი ჩაიდნები და ის. აუდეზინის დასაწყისი, ყველაზე გენიალური. სახელი როგორ გოცა, სახელი არ იქნება უცნო. სახელი ყველა ვარიანტში იცვლება. კი. და ძალიან მე მნიშვნელობა. ხო. ერთ სახელი, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობა, სხვადასხვა აღქმა. აქ უკვე კონფლიქტი შეიძლება შეგვექმნას. და სახელის გარეშე, იმიტომ რომ გონიოთ რო არ ფიქრობ ხესდე რაღაც სცენარისტზე მსგავს პირიქით, რასლაბადო, პირიქით რო არ ფიქრობ, უფრო ყველაფერი ცნო აღიქვამ, ანუ გრძნობ სულ შენ თავში. აი, მაშინ ზუსტად კონფლიქტი არავისთან მოგივა. კამათი რა აზრი აქვს, რას გილაპარაკებია.
მაგრამ სახელობის დარქმევა ხო ადამიანს ღმერთმა მიანიჭა. ხო, ურთიერთობა, შინ დაარქ. და უყურე მანამდე ხო არ ერქვა, ანუ ერთიანად ცნობიერდებოდა. ანუ ყველაფერი შექმნილი იყო სახელის გარეშე და ეს იყო ერთიანი აღქმა. ზუსტად ეგ მდგომარეობა უნდა შენში დაიჭირო. სახელება მანამ დაარქვა და სახელები იმიტომ დაარქვა, რომ ურთიერთობა ეხლა არ არის აქ და აი ჟირაფზე და სპილოზე, აი სახელი და შეგვიძლია ვისაუბროთ, ხო? უდაბნო, ზღვა, აი აქ ხო არ არის, აი სახელი რა შეჭირდება, აი ურთიერთობაზე. ზღვაზე იყავი ჩამოხვედი, მე არ ვიყავი და მიყვები, ხო? აი სახელი რაში, ხო? სახელები ურთიერთობის. მაგრამ და როცა ერთად ავართ, სახელები რაც. მე როცა განიცდით. ამ ორ სხეულს ერთ განცდაში განიცდება. მაგრამ საზღვრები არის სახელებში. ხო, საზღვრები არის სახელებში. ხო და აი ზღვას მათე რო გიყვება. შენ ხო მაინც შენ განიცდი, შენ აღიქვავ იმას. ანუ მაინც ხო შენი აღქმა არის იმ სახელის მიუხედავად. რაც არ უნდა მოგიყვეს. ეხლა ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მას ჭიქას დაუძახებ თუ რავი, სპილოს დაუძახებ. აი გარ შეიცვლება, მაინც იგივე დარჩება, ხო? ანუ არას ვამბობ, იცით? აი რაღაცა მე მქონია რომ რაღაცას მიყვებიან და მაგრამ ჩემი წარმოსახვა იმ მოყოლილს მაინც აკალკულირებს ჩემი წარმოსახვით და სხვანაირია მაინც. რა თქმა უნდა. იმისი სახელი დარქმეული ზუსტად ჩემთვის იგივე არ იქნება მაინც. სხვანაირი იქნება. რა თქმა უნდა, იმიტომ ანუ მაპატიებ ისე მაგალითად ღმერთს თუ ვიღაცა რაღაცას არ ქმევს და მომიყვება რომ მისთვის ღმერთი არის, სიყვარული არის, თავისუფლება რაღაც არის ეს მე ჩემი შეგრძნებებით და თქვათ ჩემი რაღაცებით მე ჩემს სასიშე ვქმნი მაინც, ანუ ჩემი წარმოსახვა იქნება მაინც იმასთან დაკავშირებით, იმ სახელთან დაკავშირებით. ეხლა ვიგიტყვი. ერთადერთი ხარ მთელ მსოფლიოში, რომელიც იყურება მაგ თვალებიდან, ისმის მაგ ყურებიდან, ლაპარაკობს მაგ. შენა ვერასოდეს ამ თვალიდან ვერ გამოიხედები, ამ ყურიდან ვერ მოისმენ. და ამ პირიდან ვერ იტყვი. ანუ ყველა ინდივიდუალურად მარტო ამ ქვეყნად. ალექსის რო უყურებ, ალექსი არის შენებურად არის ჩამოყალიბებული შენს მეხსიერებაში. ეს ალექსი როგორც შენ იცი, ეს ის არ არის. შენებურად, ანუ რაც კრამე იყოს შენშია, შენებურად გაქვს შეფუთული შენ გემოზე და აქედან იმიტომ ეგრე იცი და აქედან გამომდინარე იმიტომ ამბობ, რომ არავინ არ იმტყუან. ყველას ეგრე თავისი სამყაროა. 8 მილიარდი ადამიანი არის, 8 მილიარდი სამყაროა. შეხედულობა. და იმიტომ აღარ მიდის დავა, რაზე გეკამათო. შენ ეგრე ხედავ, ეგრე იცი, ეგრე აღიქვ, შენთვის მარტყვის გემო სხვა ტონალობა გემოებში იქნება, ჩემთვის სხვანაირად იქნება. ხო. აგრეა. აგრეა. და იმიტომ ვტოვებთ ყველაფერს ისე როგორც არის. კი. მაგის გააზრება იყო ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მithქვამს პოდკასტში, რომ მე ცოტა სხვანაირი ხასიათი რა, ანუ ბრაზიანი ადამიანი ვიყავი საკმაოდ და და აი ყველაფერი პერფექციონისტი რა, ყველაფერი უნდა რომ კარგად გამოვიდეს და რომ გავიაზრე რომ მე თვითონ ამდენი ტრავმა მაქვს, ამდენი ნაკლი მაქვს და რა უფლება მაქვს რომ სხვაზე ვბრაზდები. იმიტომ რომ იმასაც ხო აქვს ეგ ყველაფერი და მე თუ იმან უნდა გამიგოს მე არ უნდა გავუგო? ზუსტად ეგრე და იმიტომ მე რეჟიმი მაგან დამილაგა. კი ბატონო და ყველა დადგა თავის ადგილას. всё. ეგ რა თქმა უნდა უკვე სიმშვიდე მოაქვს. და პატივისცემა მაქვს მაგიდან გამომდინარე ადამიანებთან. ყველა ინდივიდი, ყველა თავისისა თუ ადამიანი ტანჯებული რა თქმა უნდა. აი აქ არის უკვე სასტრადანი, მე თუ ადამიანს ხედავ რომ გაჭირებული ის არის, აი შენს განიცდი. განიცდი რა თქმა უნდა. ემპათიას ეხლა საქართველოში ესეთი ამბებია ხო განვიცდით რა ვარ და კი ბატონო. იმიტომ ერთია ყველაფერი და და იმიტომ გვინდა რომ არ იყოს ეგეთი ცუდი რატომ უნდა განვიცადო მე.
ანუ ჩვენი კარგი განვიცადო და შენც არ გიჩვენე კარგი და იმიტომ უნდა აი რაღაცნაირად უნდა გამოსწორდეს სიტუაცია. ერთმანეთის ჭამას, ერთმანეთის მოფერება ხო ჯობია. აუცილებლად. რა გვა გასაყოფი ვერ ხვდები მე. აი რა გვა გასაყოფი. აი აქ დაინახე რა გასაყოფი. როგორ ყველა აკეთებს თავის საქმეს და ერთიანობაში კიდე ცხოვრება, შენი მშვიდი ცხოვრება მიდის. აი ეს არის საინტერესო, რა უყურებ ძროხებსა, ძაღლებსა, მაიმუნებს, აი ბევრად ბედნიერები არიან. აი მე კი. ძაღლები რა მშვიდები არიან და რა კარგად არის. არავი, აი არიმაშვებიან. ჩემი ტკივილი არის ძაღლე, მიუსაფარი ცხოველები და მაგიტომ აქვე ჩამოვედი განსაკუთრებულად ვაკვირდებული და რაც კარგად. ბუღები ეს აქ ძროხები რა დადიან, ძალიან ცოტა მეწველი ძროხა, მეწილათა სულ ბუღები დადიან, შენ წარმო დაუკოდავები არიან. და ესენი მშვიდები ხელს რო კრა მეგრები მიწა. და ჩვენთან რას ლაპარაკობ? აგიბურთაებს რა. საკუთარ ბუღას ძდი და ის ქჩოლავს მე. იქო, არიცი და კაი ხოხოა თქო. ხელები არიან და აი საოცრებაა, მაგრამ აგრესია არა აქვს, არა და ბუღა მგელი ორია, რომელიც ვერ დაიმორჩილებ. მე გრავი. სხვანაირად. რა თვითონ ხავარი. აქ ყველა ნეტარებაში, ყველა მედიტაციაშია. ყველა გასულია. ხო და ეს რაღაცნაირად იქაც უნდა გადავიტანო და ყველა გავიდეს. რა ჯობია, არა და მეგობრები, მეზობლები, ბავშვებიდან გაზრდილები და ეს ერთი სითბო რომ შეიკროს, ეს ერთიანობა რომ შეიკროს, ხო უფრო მეტად გემრიელი და უფრო მე ყოველთვის ბონუსებს ვეძახი, იმიტომ ბედნიერი ხო ისედაც ხარ. ეს შვილი, მშობელი, მეგობარი ბონუსად კი. ძალიან კარგი. ერთ ბოლოს ვიტყვი კიდე რომ არ ვიცი როდის გავა თქვენი კიდე მათასთან გადაცემა. შეიძლება ჩემი გავიდეს ჯერ და მე თქვენი, ხო? და აუცილებლად უნდა უყუროთ მე მაგ გადაცემას, მე სოციალურ ქსელებში გავაზიარებ, რომ ნახონ ადამიანებმა. მათეს დიდი მადლობა. მათეს დიდი მადლობა, იმიტომ რომ მათეს დამსახურება ხარ რომ წერთ ამ ყველაფერს, ალექსანდრესი ჩემი მასწავლებლის. დიდი მადლობა ყველაფრის გაზიარებისთვის. მადლობა თქვენ რომ შესაძლებელი მომენტი ეს ყველაფერი. მე ხო ეხაც აი ერთი ამდენი ხანი ვწერთ, მაგრამ 1 საათი მინიმუმ 1 საათის წინ რაც ვიყავი მგონია რომ ეხა კიდევ უკეთესი. დრო იკარგება ხო. ხო. მადლობა დიდი. არაფერს, მადლობა თქვენ. ნამასტე, როგორც აქ. ნამასტე, რა თქმა უნდა. კარგი. მადლობა სამყაროს რომ აი ესეთი. მოგცა ესეთი შესაძლებლობა. ერთად ყოფილი.